დილამშვიდობის ხალათის გარეშე. ამიტომ ჩამოვიწიოთ. როგორც იქნა ჩაი დადგა ჩემი ამ სპორტულის ჩაცმის დრო. ზამთარში არ ვიცმევ ხოლმე ამ სპორტულს. მაინც ხალათი მათვია ხოლმე ზემოდან და რაღაცნაირად არ მიყვარს ამაზე ხალათის ჩაცმა. ეს გაგამაჩუქა ჩემმა ბიძაშვილმა ჩუქა იოანეს ვითო. ჩაიცმევსო და იოანემდე არც მიმიტანია, ისე მომეწონა რომ მე მათვე უკვე მესამე წელი. ხელია, მაგრამ აი ამ პერიოდისაა რა. მათვია სარაფან. ეს არაფან არის გრძელი. ხო და ჩვეულებრივ ფორმაში მუცლის გარეშე. ანუ იცი როგორ სიტუაცია, ოდნავ ზემოთ რო უნდა აიწიო და მე ესე როა გადმოწეული. აი ასე. და როგორია რომ ორეულია. ხო და ეხლა იმ ადგილას სადაც ვიწევ ხოლმე ღიპი მაქვს. დაბლა ბოლომდე რო ჩავწიე, ფეხებში ძალიან მედებოდა, მეთქი ამოპირქვავდი. ამიტომ ავოვიწიე ნახისადამდე. აი ეს. არა და ეს ისა. საფხულის სარაფნები და რაღაცები რო არ მიჭერს, არ დისკომფორტი რო არ მაქვს, მიხარია და მიყვარს რა. ძალიან ადრეა. ზუსტად ადრე ავდექი. 8 საათი ეხლა. და შესჭირდება ხოლმე მიხმარება. პატარა ბავშვი ყავს ახში. ხელით ვერაფერს ვერ აკეთებს. 1-3 კვირა ეგე იქნება და მე დაუბრუნდება ჩვეული ფორმას და იმას რა ქვია. აი ამ ორ თითზე, აი ამაზე და ამაზე ამეცქნა კანი. უხანდელიდან. მიზეზი არ ვიცი. რა ვიხმარე? რამე ისეთი ვიხმარე, ხსნარი, არა, გუშინ არაფერი არ ვიხმარი. არ ვიცი. აქ არა მაქვს საერთოდ, აი ამ ორ თითზე მაქვს. თან იმიას წავისმევ და ეგ იქნება. ესე იგი გუშინ ჩემი ბანაობის დრო როგორც კი მოვიდა, აღმოჩნდა რომ შამპუნი აღარ არის. ჯერ ნინო შეუშვი ბანავი მეთქი რა შენო ძალიან არ დაგეგვიანდეს, ოღონ მეთქი დავაბარო. დროზე მეთქი სანამ მორჩები მილაგებას დროულად. გამოვიდა და შამპუნი აღარ არისო გათავდაო. მეთქი შენ გეყო და კი. ისედაც რამდენჯერმე დავაპირე რომ ის მექნა ძმარი რა ქვია იმას დაფნა, ეგეთი გადამევლო რა, რამდენი ხანი არ გადამევლი ეგეთი არაფერი და მეთქი ჯანდაბას ერთხელ დავიბან ჩვეულებრივ იმას, საეცხლის საპნით დავიბანე ჯანსაღად და გადავივლე ძმარი. ანუ დამირბილა თმა, როგორ არ დამირბილა იმ სამარმა და საეცხლის ანუ რუსმა. მგონია რომ თავზე მაქვს 3 ადამიანის თმები. ანუ ეგეთი შეგრძნება მაქვს. და აი თივასავით. არა და რბილივით არის. მორჩილიც არის. უბრალოდ აი კარგა გამომშრალივით მაქვს. ხა საეცხლის საპონი ხო იცი რას ციზავდა. ანუ სადაც გადაწევ იქად გა. აქეთ გინდა პრობლემა, თანახე როგორ აწყ. და ფიქრობ საბანკეტოდ ამით დავიბანო, იმიტომ ძალიან მორჩილებაში. აი მართლა გეუბნები რა ფორმაზეც გინდა დაიყენო, არსად არ მიდის. აი ცოტა ზემოთ გინდა ეს, იქნება რა პრობლემა. მაგებს ყიდულობთ ხოლმე ქვემოთ, სოფლის შემოსასვლელში არის ქიმიების მაღაზია და სუმა დაყიდულობთ ხოლმე ლაშა საპონი, შამპონი, ჭურჭლის რამე რუმეები, სარეცხის, იმას კიდე ბუკები და ეგეთი რაღაცები რა, რაც საჭიროა.
ჯერ მანქანაზე არ დამჭირდა რამის ხელის გამო. არც იყო სახლში რა და დღეს მივდივარ ბაზრობაზე, ნუ სურვილი მაქვს ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ ჯერ ისედაც ხო დღეს და დღევანდელი დღეს გილოცავთ ხალხო და დღევანდელი დღის გამო დასვენება არის და ლაშა მითხრა წინა კვირას რომ ისო ბაზრობაზე წაგიყვანო მეო რა მე იყიდეო ხო და ეხა თვითონ სხვაგან მიდის თან მანქანაზეც ვერ დაჭდება ამიტომ ბარბარეს გავიყოლებ და წავალ და რატო მივდივარ ეხლა იქ აი დიდად იმედი არ მაქვს სიმართლე რომ გითხრათ პირველ რიგში ვიყიდი შამპონს რო არ დამავიწყდეს და დიდად იმედი არ მაქვს რომ შევარჩევ მაგრამ მაინც ბოლო ზარისთვის რამე უნდა ვიყიდო რომ ჩავიცო ნახოთ ზუსტად დღეს არის 12 ხო? კი. ერთ კვირაშია რა, მერვე დღეს არის ბოლო ზარი. 4 შაბათს არის ბოლო ზარი. მეორე 4 შაბათი. ხვალე არა და მე. იმას ვადევნებდი კიდე თვალყურს, შოპ მარინას მეთქი ახალი კოლექცია თუ აქვს გახსნილი მეთქი წავალ, მაგრამ ჯერ არა აქვს, ჯერ ისევ ძველები აქვს და ფასტაკლებები და რაღაცა მან არ მინდა წასვლა აზრი არა აქვს. ვიყავი უკვე. ხო და რა ვიცი, დღეს რა შევარჩევ, როგორ შევარჩევ, ისიც არ ვიცი კაბა მინდა ზედა, უფრო კაბას ფიქრობ. თლიან. ნახოთ, შეცვიდა. დღეს მამლების ხმა არ გაწუხებთ, მაგრამ სამაგეროთ აი ეს კრაზანა დადის დიდი. აი, დაგინახე სადაც შეძვები. მეორედ ვეღარ შეძვრები მანდ. შარშან მაღლა ქონდათ ბუდე კრიშაში იცი როგორ პლოშატკაის აი წინ კიდეზე შესაძრომი იყო ფიცრისა და იქ მე რეცი რასაშვებოდნენ აი დახლებ სადაც ჰამაკი ვიკიდია ქუჩდებოდნენ ეს ბევრი რო დაფრინო კრაზანები მე რავი როგორც აი რაღაცა ურძენივით აი ესხმებოდნენ და ვარდებოდნენ დაბლა იცი როგორც ბელტი ეგე დაეცებოდა და გაიფანტებოდნენ წინაზე ნინოს ისიას და გაიარა ბავშვმა და მაშინ დაეცა. ხან რა დაუბოლეთ, ხან რა და ვერაფერი ვერ ისახქენთ. რემონტი რო გქონდა შარშან. მივიდი კიბე, საღამო ხანი იყო და არ იყო ეძინათ თუ როგორც იყო. და შპაკლით ამოუქოლეს, ზოგი შიგნით დავხოცე, ზოგი გარეთ დავხოცე. იმის მერი არ გამოჩენილა და ეხლა იმას მოვაშორებ. ეძებს ბუდეს. დადიქნა. ვიდი. თუ შუმათას ვარა ეგ. იმის მერი არ გამოჩენილა არც ერთი. ყავა არ გეგონოთ ხალხო, პიტინის ჩაია ცხელი და ქაფქაფი. ყავა მინდოდა, მაგრამ გუშინ დავლე ბოლო. და მე და ბარბარე ვიყავით სახში და ტატი მეთქი ნაყინები მოიტანე და აუ გეხოცები ყავასაც მოვიტანო რა მეთქი მოიტანე მაინც უნდა ვიყიდო არ არის და მოვიდა და დამავიწყდა ხო და ეხლა რომ ვიფიქრე რაღაცა მინდოდა გამოფხიზლებისთვის რამდენად გამოფხიზლებს ეს არ ვიცი მაგრამ მეთქი დავდო კაი და მე სიამოვნა აი ცოტა სიგრილეში ეგე ვიყრი ხოლმე ჩაის ფერსაც და პიტნასაც ეგრე ვიყრი. დღეს უნდა მომიტანონ საროჭკა ერთი კიდე რომელიც ვიცოდი რომ ისედაც უნდა მოიტანეთ. იქნება 42 საროჭკა. ერთს უარი უთხარი, იმიტომ რომ რაღაცნაირი ნახატი იყო, ანუ დავხატავდი, მაგრამ ფერები იყო ისეთი რომ გუაშს ეგეთი ფერები არ აქვს, აი რაღაცა ცეცხლის ფერები რა მკვეთრად და როგორც არ უნდა მე წითელი სტაფილოსფერო და ყვითელი გამოვიყენო, იმას ვერ მივიღებდი და რო ვიცოდი რომ ანუ არ იქნებოდა ის ფერი, თუ ნახატი იგივე იქნებოდა, მაგრამ ფერი არ იქნებოდა, უარი უთხარი მეთქი
აღარ ვხატავთ, გო ახალ შეკვეთებს აღარ ვიღებ. ვაი დედა. მე ხალხო, არ ვიცი რამდენად გამახსენდება ხა რომ ისა ვქნა რა ქვია, ან დაურთა ვიდეო, ან ის იმიტომ რომ რა პროგრამაშიც მე ვაკეთებდი ხოლმე, მე იმან გაუბერა, გახსოვთ იმ პროგრამა ვიდეოებს საშთვათ, ეს ნახეთ, გიხოცები რა, ფუჩეთში მაქვს თავზე. ანუ იცი როგორ იყო, კადრი ცალკე იყო და პირის მოძრაობა ცალკე, ხმა ცალკე რა და მე სხვა რაღაცა პროგრამა ვნახე, რომელიც ნუ დაახლოებით მასე აკეთებდა, მაგრამ აი პარალელურად რო სადმე სურათი ჩასვა ვიდეოს მსვლელობის დროს, ეგ ფუნქცია არა აქვს ამას. ხო და მინდა ეხლა ერთი რაღაცა ჩაგისვათ და ალბათ ისე იმ პროგრამაში გავაკეთებ და იმედი მაქვს არ აურევს, ჯერ მე ვნახავ მაშინ. რამდენიმე დღის წინ ვათვალიერებდი სურათებს, ხალხო და TikTok-ს. ესე ფანტაზია გვაქვს საოცარი ადამიანები. რომელიღაცა ქვეყანაში არც არ დავკვირვები ვარ, არ არის ჩვენი. ამერიკაში იქნება ალბათ, რა ვიცი სადმე, მაგდა. არის მაღაზია თოჯინების და ეგეთი რაღაცების, საბავშვო მაღაზია. ნუ კაი, რა პრობლემა. აი ეს ბეიბი ბორნები რო იყიდება, რეალურ ბავშვს რო გავხო, იცი თოჯინები, ეგეთები და რაღაცები. ადრე ძალიან უნდა ხოლმე ბარბარეს ეგ თოჯინა და ფასი იყო საოცრება. ხო და ეხლა კი არა, არც ერთს არ უნდა ეგ თოჯინა, მაგრამ უბრალოდ შემხვდა და ვათვალიერებდი რა, ვიზუალურად მომწონს ეგეთი თოჯინების ნახვა, მაგრამ ეხლა სახში მყავდეს რეალურად ეგ და რაღაცა ცოტა მაშინებს ეგ მომენტი. მაგრამ აი ფანტაზია და იცი ეგ არაფერი არ არის. იყიდება რა იცით. ბავშვი, ჩვილი, ეგეთი რეალურს რო გავა, ოღონდ სანაყოფე ბუშტში წყალშია. მეთქი მელანდება, ანუ ბავშვი ზის სანაყოფე ბუშტში, წყალში ზის და იქ იდევენ, რა ქვია, ყუთით შეფუთვაში ამ ბუშტს. ლაყლაყებს რა, ხედავ კიდეც ანუ გამჭვირვალეა როგორც ის ბუშტში რო ჩადო თოჯინა და წყლით გავსვა, ეგ მაგდაგვარ. და თან ჩანს როგორია. იქ ტანსაც მე მოკლედ შეფუთვას აკეთებენ საოცარს და რო იყიდი სახში და ვანაში ჩასვეს და გახეთქო ბუშტი, ბავშვი დაიბადოს. და იდულობენ. და მე როგორ უნდა დაამუშავო, ეს უნდა ცოტათი გაამშრალო, მე პუდრით დაამუშ. მასეთის რო იყოს თავიდანვე პრაქტიკაში სამშობიაროში როგორ და რა უნდა გააკეთო. კიდე საქართველოს კიდე ბევრ გაკიდე. იქნებ რამე გვეშუროს, ანუ ბავშვობიდან პრაქტიკას გადიან იქაური ბავშვები რა, აი და გაბეცინათ. ეგრევე ბავშვი რო იყიდო არა, თოჯინა თორე ბავშვი რა. არა, თვითონ ბავშვმა უნდა დაბადოს. გამეცინა, ხო და მაგას ჩაგისვევთ, ეხლა არ ვიცი რამდენად გაუშვებს მე YouTube. ეხლა ჩავსვავ და ნახეთ. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. აბა როგორ მოგეწონათ? ბევრი რაღაცა ისეთი იყიდე, მე რო ვიყიდე ერთხელ ნინოს თუ ბარბარეს? ნინოს. მე მგონი ნინოს უყიდე, აღარ მახსოვს, ბარბარეს არ მგონია, აი ეგეთი ძალიან შორს არ იყო. ბარბარე თოჯინებით თამაშობდა ხოლმე, მაშინ არ ვიყიდე. ნინოს უყიდე, როცა აი თოჯინებით თამაშობდა ხოლმე ოდესღაც, ეხა ბურთი.
საახალწლო საჩუქრად უყიდე თოჯინა, ანუ ვიზუალურად ზომით თითქოს იყო იმ ზომის, რაც ბავშვი და რაღაცა მესაყვარლა რატომღაც რა დიდად თოჯინები არ მიყვარს. აი პატარა ბავშვის აღდაგობის თოჯინები არ მიყვარს. რა ვიცი უყიდე, იმიტომ რომ თამაშობდა ხოლმე. ან კაი ხანი ითამაშა ამ ბავშვმა და ერთხელ მოვიდა რომ ფეხი მოაძრო რა ამ თამაში და გაუკეთელა. ხო და ეცვა კომბინიზონი, ჯემპრი, რაღაც არასოდეს არ გამიხდი ახლა. არც ვაძლევდი ხოლმე უფლებას, რომ გაეხადა და ასე რომ მე აფუჭდებოდა და არ იმაშვებოდი. ისე ითამაშე თქო. ხან შეახვევდა ხარ რაღაც. ხო და ხა გავხადე რა, რომ ხო უნდა გავუკეთო ეს გადი ქშა. ფეხი ბარძაყიდან იყო ბავშვი ამოვარდნილი. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ იყო ბიჭი. აი მე რა ჩვენ ვიცინეთ მაშინ. თოჯინას ქონდა სქესიან ჩვეულებული. ნუ ისედაც ეთყობოდა რომ ბიჭი იყო რომ ჩაცმულობით და რაღაცით და რაღაცა, მაგრამ აი სქესაც თუ გამოკვეთავდნენ არ მეკონა. მე ვიღაცას ვაჩუქეთ ის თოჯინა. მე სათამაშოები გოგოს ყველაფერი დავარიგე. მე ნანი მოყიდა კიდე გოგო თოჯინა კიკინებიანი რაღაცა ასე არ შეხებულა. მედო მეთქირისთვის მედოს და ამას წინათ ქეთოს გაუგზავნე. მადონას ქეთოს ჩემ ბიძაშვილის ბავშვს. ჩვენივად ითამაშე ბავშვი. არა დაუკითხავად არ იმაშვები ხოლმე სხვათა შორის ვუთხარი რომ ნინო ეს თუ არ გინდა თუ არ შეინახავ. არა ამინდა ქეთოს მივცეთ მე და კაი. ჩემი ამანათი აიღო კურიერმა და წესით უნდა მალე მომიტანოს. აუ იცი რა გავეცინე წეღარ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დადო სურათი ცხრის, იმით დაბმული რა ქვია, თოკით დაბმული თბილისში რა, რომელიღაცა რა კორპუსი. ნუ რა ვიღაცისია რა დაკლავს, უნდა დაკლავს ამ ცხარი ხა რა ვიცი, არა მგონია ისე გაუშო და იაროს ეზოში. ხო და ხალხნო სადამდე მიდისო ეს სადიზმიო ესაო ისაო მოდიო ავაგროვოთ ფულიო გამოვისყიდოთო და ისაო რა ქვია სადმე კაი ადამიანს მიუყვანოთო და იქნება თავისთვის ანუ ვინც ვისთვისაც უნდა დაეკლათ იქიდან და გამოესყიდათ. ჩამოყვევი კომენტარებს, კარგად გამეცინა კომენტარებზე რა, რომ რაღაცა სადისტობა და ვაიმე და ცხარი ძოვს, სურათია დაბმული ცხარი ძოვს. იქნება არც აპირებს დაკვლას, მაგრამ რავი ცხარი დასაკლავია ბოლო-ბოლო. ხო და ერთი კაცი უწერს, რომ აი რომ შეხედავ და კაი კახელი კაცი რო არის რაღაცა რა, აი ცხარზე რო შეიძლება რომ გააღვიძო და ჩაკაფული თქვას. ეს კაცი უწერს, რომ მერთო ჩემო აღარ შემიძლია ამდენი სისასტიკი სატანაო, გეხვეწებთ იქნებ რამენერად გამოვისყიდოთ და მომიყვანეთ, მე გავზრდი, იმხელა ბაღი მაქვს, ბალახებ, ისე გავზრდი, ისე ოღონდაც ამან არ დაკლასო, აი რამდენი ვიცი. და ხალხი უგულებდა. ან მართლა ისეთი ტიპი იყო, რომ აი ჩაკაფულზე გაზრდილი მაგარი კაცი იყო. მერთო რა სადიზმია, მომიყვანეთ, მე გავზრდიო. ხალხი აი ამ ადგილას, აი ამ პატარა ადგილას და აქეთ ოდნავ მაქვს ლაქ ორი. ხო და რავი იმათი არც ერთი არ მქონდა. ხა ვაგვირდება თუ გაიზარდა, ვიკითხო რა შეიძლება გავაკეთო. არც მეტყობა, მაგრამ გუშინ ან ძალიან დავაკვირდი. ხავთ რაც ეგეთი დასაბანი არ ვიყავი. ხო და მე იქ წავიკითხე რა, იქ რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე და ანუ ამ პერიოდში ფეხმძიმობის მე-7-ში გადავედი უკვე. აი ბოლო ტრიმესტრში იცის კანზე ლაქების გაჩენა. არც ერთი არ გამჩენია. ნუ ეხლა ინდივიდუალურია ყველა და ყველა ფეხმძიმობა, მაგრამ
სხვაგან არსად არა მაქვს. აი აქ არც მეტყობა ხა ვერ შეატყობ და აი აქ მაქვს ოდნავ და რაღაცას აქ მქონდა სადღაცაც პატარადი. და რა ვიცი, აბა დავაკვირდები რა როგორანაირ საშიში და რამე არ არის. უბრალოდ იცის მაგ პერიოდში და გაგიქრება მერე. ჯანდაბას. კაი გემრიელად დავლიოღოდ მართლა. წესით მზე უნდა იყოს. იყო კიდეც, მაგრამ ვნახოთ ამინდი. ამინდი. წვიმა საჩვენებს. ეს არის რა რიცხვია? 19, 10, 11 საათი. ეხლა არის რომელი საათი 9 ხდება დაახლოებით, ეხლა 15 გრადუსი და აჩვენებს წვიმას. მერე ისევ წვიმა 17 გრადუსამდე, მერე წვიმა დღეს. 12 საათამდე ღრუბელია და მერე მიჩვენებს წვიმას, დაჟე ელჭექით და ალაგ-ალაგ მზის გამონათებით. ვაიმე, ვერა გვაქვს საქმე კარგად. წაიღეთ ქოლკაო. უსალოდნელია ელჭექის გაგრძელება და ქოლკა წაიღეთო წერი. საღამოს წამოიწვევებს ალბათ, რა ვიცი. თუმცა აი ვხედავ უკვე ალაგ-ალაგ მუშავებულ ღრუბლებს და თუ არ გადაიდო ისა რა ქვია ბაზრობა ვნახოთ. როგორც კი საროჭკას მომიტანენ წავალ მერე. თუ წავედი რა, თუ არ გაწვიმდა. წავედი ახლა ხარხნო გამოუშვა ქათმები, ვაჭამო, დავაბინაო, დავაპურო. იგი ჯობი. აბა ჰე, თქვენიც მაგრად იყავით. ბედნიერ დღე ყველას.